გოგოებო, შემოთავაზება მაქვს თქვენთან. თან ისეთი. აბა, გისმენთ, რა შემოთავაზება? გოგოებო, ერთი თვე დარჩა სკოლამდე. ერთი თვე. აუ, არ მესმის, რატომ გწყინთ ასე ძალიან? უმაღლესი სკოლა ხომ ძალიან მაგარია და გოგოები ვიქნებით. დიანა, მაგარია თუ არა, დასვენება უფრო მიყვარს. ხო, მე არ მადარდებ სკოლაში წავალ თუ არა, მთავარია ბიჭები იყვნენ. იქნებიან ხო ახალი ბიჭები. გოგოებო, ნეტა ვიცოდე, მაგრამ ეგ ახლა მთავარი არ არის. ჩემი აზრით ახლა მთავარია რომ წავიდეთ და ახალი ნივთები ვიყიდოთ სკოლისთვის. ჩანთები, არ ვიცი, ბევრი რაღაც. მზად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ სკოლა ძალიან არ მიყვარს, საშოპინგოდ წასასვლელად ყოველთვის მზად ვარ და ძალიან მიყვარს. კარგი, მაგრამ გაგუშვებენ? ახლა ვწერ მასწავლებელ მაიკს. მასწავლებელ მაიკ, გამარჯობა. სასწრაფოდ უნდა წავიდეთ გოგოებთან ერთად, სკოლის ნივთები უნდა ვიყიდო. დიანა, ყველაფერი მოფიქრებული გაქვს. გინდათ რომ მხოლოდ საშოპინგოდ წავიდეთ? და კაფეში შევია როცადმე. გოგოებო, მასწავლებელმა მაიკმა მომწერა ოკეი და მითხრა რომ ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო შოპინგი. კარგი, აბა მზად ხარ? კი, წავედით. ლეილო, ძალიან მეშინია.იანა, რისი გეშინი? არაბის დაღუნახი ვართ, ნუ ნერვიულობ. კარგი, ორ შოკოლადს მოვიპარავთ და გავიქცევით. არ ვიპარავთ, უბრალოდ ვიღებთ. კარგი, მოდი.იანა, თითო ავიღებთ თითოს, კარგი? კარგი. ამ შოკოლადის კრუასანსაც ავიღებ და აი ამას. მაშინ მე ამას ავიღებ. დამიჯერე პიცა არაფერს არ დაითვლის. არაფერს არ დაითვლის, საიდან იცი? მოიცადე, საიდან მოიტანე?იანა, პირველ კი არ ვაკეთებ ამას. კარგი, ახლა ყველა შოკოლადს ავიღებ. გოგოებო, პიცასგან შოკოლადებს იპარავთ? რატომ გგონია რომ ვიპარავთ, უბრალოდ ვიღებთ. ხო, ახლა ვეჩავწერთ როლში ყველაფერს და მე გადავუხდი. შენ რა გინდა აქ? კარგი, თუ ეგრეა და როლში ჩაწერა შეგიძლიათ, მაშინ შოკოლადს მეც ავიღებ. ახლა ერთადერთები არ ვართ, ვინც ეს საიდუმლო იცის. ხო, ბროვასტიც. ბროვასტი არ დაგავიწყდეს რომ როლში ჩაწერო, კარგი? ხო, როლში ჩავწერე, როგორც თქვენ. პიცა გასული რო ვიყავი შემომჩნიე, ცოტა მარაგი შემცირებულია. შოკოლადები ხო არ გიჭამია, თან გადიდებულიც ხარ. აი, ის მე არ მიჭამია შოკოლადი, უბრალოდ ქრება. შენი არ მჯერა. მეგობრებო, რამე მოხდა? დიახ, მასწავლებელო მაიკ მოხდა. მასწავლებელო მაიკ, შოკოლადი ვიყიდეთ ჩვენი კაფესთვის, მაგრამ საერთო მაცივარში ჩავდე და ქრება, აი ის ამბობს რომ მე ვჭამ. ხო, და თვითონ იძახის, რომ არაფერს არ ჭამს. და საიდან ქრება? მეგობრებო, მოდით ჯერ კარგად შევამოწმოთ, შეიძლება უბრალოდ სხვათა როზე გადაიტანეს. არ მგონია ჩვენ აგარაგზე ვინმე ქურდი იყოს. წავიდეთ მასწავლებელო მაიკ. ვიცი რომ შენ შეჭამე. აი ის არ მიჭამია. მასწავლებელო მაიკ, მართლა გეუბნებით, მე არ მიჭამია. უნდა ვიპოვოთ, ვინ მოიპარა. ხო, არ გიჭამია. ახლა ყველაფერს გავარკვევთ. გამარჯობა მასწავლებელო მაიკ. უი, აი ის დაბრუნდი? გამარჯობა. ხო, დავბრუნდი და ყველაფერი უნდა გავარკვიო. მოიცადე, ბროვასტი, საიდან გაქვს აქ შოკოლადი? ეს მაცივრიდან ავიღე. გოგოებმა მითხრეს რომ შემეძლო ამიყო და როლში ჩამეწერა და მოგვიანებით გადამეხადა. არა, ამისთვის ჯერ პიცას ნებართვა უნდა აიღო. აი, ხედავთ, ბროვასტიმ ჭამა ყველა შოკოლადი. ბრაუს, არასწორად მოიქეცი. არა, ეს პირველი შოკოლადია, რაც ავიღე. გაჩვენოთ დანარჩენი ყველა მი შეჭამა. აი ამათმა. გვინდოდა რომ გადაგვეხადა ყველაფერი დღეს. მე სხვადასხვა პირველად ავიღე შოკოლადი. ლეილამ ჭამა მთლიანი ყუთი. თქვენ გამო შარში გავეხვიე. კინაღამ აის დავშორდი ამის გამო. მორჩა პიცა დავუბრუნდეთ და ყველაფერი დაუთვალოთ, რამდენი შეჭამეს. დღეს ყველაფერს გადაიხდით. მეგობრებო, მეგონა ამ სახლში ქურდები არ ყავდა. მე მართლა არ ვიცოდი რომ გძეული იყო. გოგოებმა რადგან გააკეთეს, მეც გავაკეთე. არაფერი დამუშავებია. ლეილა დღეს შეცდომა დაუშვი, ზოგადად ყველაფერს სწორად აკეთებ ხოლმე. მე ყველაფერი მოგეცით, არაფერ ვალში არ ვარ. კარგი, ლეილა, როგორია რომ ჭამო და არ გასუქდე? ძალიან კარგი. უკვე დავთვალე 72 შოკოლადი 2500. კარგი რა, ძვირი შოკოლადია, დღეს დაგიბრუნებთ. ხო, მასწავლებელმა იქ თქვენ დახმარეს რაღაც აშკარად ჭირს. ხო, ლეილამ დღეს მართლა შემორცხვინა. აი, ჩემთვის კითხვები აღარ გაქვს, გაარკვიე შოკოლადები? არა, ბოდიში პიცა, უბრალოდ ძალიან მინერვიული. ბოდიში ლეილა, მაგრამ შემშობლებს უნდა დავურეკო. ეს მართლა ცუდის აქციელია.იანა, არ შეგეძლო დაგეცავი? ლეილა, როგორ დაგიჭირეს? ჯული, მაგარი რაღაც უნდა გითხრა, დღეს მაიკმა დამიჭირა. სერიოზულად? თუ მანქანა წაიყვანეს, ესე იგი სადღაც მიდიან. ხო, აი, აქ არიან, შეხედე, მიდიან. გომბეშვებო, ხელები მოაშორე. დაიკარგე მასკოტ. არ მესმის გოგოებო, რა პრობლემაა? ბანი, სად მიდიხართ? ყოველ მეორე დღეს შოპინგი ზედმეტი არ არის? ჩვენ აქვს ხედვართ, არსად არ დავდივართ, თქვენ რატომ დადიხართ? ჩვენ ყველაფერს ვეუბნებით მასწავლებელ მაიკს. გოგოებო, სხვადასხვა მასწავლებელმა მაიკმა უკვე იცის. ხო, სასკოლოდ უნდა მოვემზადოთ.
თქვენ შეგიძლიათ წასვლათ, ჩვენი ვართ. ხო, რას ამბობთ? ჩვენ გადავწყვეტთ, როდის წავალთ. დიანა, მე გავაფრთხილებ, რომ ხელები მოეშორებინოთ. გოგოებო, მესმის რომ გწყინთ, რომ ჩვენ მივდივართ საშოპინგო და თქვენ არა, მაგრამ აი მასწავლებელი მაიკისგან მესიჯი, ნახეთ, გაგვიშვა. კარგი. გოგოებო, წამოდით მასწავლებელ მაიკს უთხრათ. გოგოებო, იქნებ ჩვენი მეორე მანქანა მივყიდოთ ბაყაყებს, რომ ასე ნერვებაშლილი არ იყვნენ. უბრალოდ მივცეთ. ხო, ძალიან საყვარლები არიან. ხოლმე მე არ მჯერა, რომ სკოლის ნივთებისთვის მიდიან? ჩვენც არ გვჯერა. აბა გოგოებო, მოვაწყოთ back to school. წავიდეთ საშოპინგო. წავედით. ბიჭებო, ვინმე მხოლოდ ცითების ადმინდის. არ ვიცი, ალბათ პაიმაზე, მაგრამ ვისთან წარმოდგენა არ მაქვს. ჩვენ ბიჭებს ვკითხე და საერთოდ არავინ არ იცნობს. აბა ვის უნდა შეხვდეს? თუ შემთხვევით გავიგებ, რომ რომელიმე ჩვენი მეგობარი ების საიდუმლოდ ხვდება, ყველას დაერხება. ყველასთვის შეუძლია ზუბთან პრობლემები არ შეიქმნან. ზუბ შეგიძლია დაძრადე. ები პაიმაზე დიმასთან ერთად მიდის, ჩემძვალ მეგობართან. რა? ების რაღაცა ვშავფიქრებული. ალბათ თავისი გარეგნობის დაბრუნება უნდა. ეგ არ ვიცი, მაგრამ წასვლის წინ ნამდვილად იბრანჭება. აბა ბიჭებო, როგორ მოგწონთ ჩემი ახალი ტანსაცმელი, რას ფიქრობთ, დიმას მოეწონება? კარგი კოსტუმია. კარგი ები, მაგრამ ცოტა სარისკოა. არა, მე წავიდოდი პაიმაზე ასეთ გოგოსთან ერთად. ები, რა პაიმაზე, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ხელი გაწიე ზუპ, რას ფიქრობ, რომ სამუდამოდ აქ დავრჩები? არა, მე ნამდვილი ნორმალური ცხოვრება მინდა. ები, რატომ გონია, რომ დიმასთან ყოფნით, მანდა მაინც მისნაირი გახდები? ხო, შეიძლება პირიქით ის გახდეს ჩვენაირი და კიდევ ერთი ფეხბურთელი არ გვჭირდება. იმედი მაქვს ყველაფერი ეგრე წავა და მე ნამდვილი და ნორმალური გავხდები. კოსტა, გაიხედე, მოვიდა? კოსტა ყველაზე პატარაა და ყველა ბრძანება უნდა შეასრულოს თუ რატო? მაგარია, ეს სახლი არ ივსება, კიდევ ახალი და ახალი გვემატება. ეს ფეხბურთელები მაინც არ მომწონს. საკად ეს ზალინას გადაწყვეტილებაა. გამარჯობა დიმა, ყოფილი მეგობარო. გამარჯობა კოსტა, ასეთი დამპალი რატომ ხარ? ები სად არის? ები იბრანჭება. აბა რას აპირებ? გინდა ები საკოცო და მერე ჩვენაირი გახდე? არ ვიცი, ვნახოთ, მაგრამ ჩემ მანქანას მაინც არ მოგცემ. კარგი დიმა, დაძრანდი, არ გინდა ჩვენ სახლში შემოხვიდე და ყველას გამარჯობა უთხრა. მადლობა, მაგრამ მირჩევნია აქ დავეულო. ების უთხარი, რომ ველოდები. მორჩა ბოლო მზადება, ბიჭებო, იღბალი მისურვეთ, იმიტომ რომ დიდი ხანი არ ყოფილვარ პაემანზე. თან ფეხბურთელებთან არ ყოფილვარ. ები წარმატებები. სულ შენ გამო ძალიან მწუხარ. ები წასვლა თუ გინდა ჩემ მკვდარ სხეულს გადააბიჭე. სულ შენ ადგილას თავს ასე არ დავიმცირებდი. ზუპ, ბოდიში, მაგრამ უკვე მკვდარი ხარ. ხო, მაგრამ მე ხომ კარგი ვარ. ყველა ამას მეუბნება. შენ რატომ არ მოგწონვარ? ხო, მიუღებელი სიყვარული რთულია. მოკლედ რა მეგობრებო, ჩვენს ნორმალურები უნდა გავხდეთ. ხო, წარმოიდგინეთ, რამდენ გოგოს მოუნდებოდა ჩვენთან ყოფნა. მორჩა, ჩემი მიზანი რომ ნორმალური გავხდე და ებისაც მოეწონები. დიმა, გამარჯობა, უკვე მოდივარ. აი დიმა, შენი პატარა ძოლის გამოეწყო. ჯერ ადრია. დიმა, მოიცადე, კოცნა მოითმეს. კარგი ზუბ, არა უშავს დაძრანდი, ჩვენ გიპოვით სხვა ვიღაცას. არა, მხოლოდ ები მინდა. არ მესმის, რატომ ვდგავართ? კარგი, დაჯექი, წავიდეთ. ვერ გავიგე, კარი არ უნდა გამიღო? კარგი. დიმა, გაერთე. მადლობა. არა, დაძრანდი. ხო, მართლა დაძრანდი. ზუბ, მორჩა, შენი ები წავიდა. ის რატომ წმენდ მოვლენ ახლა და დასვრიან მაინც? არა, პიცა, არასდროს რაღაცა სიძახი, საჭიროა რომ კაფესთან ყოველთვის ისუფთავა იყოს. კარგი, ვხუმრობდი. ცუდი ხუმრობა იყო. აი, ხე რამინდა შენს გაწმინდე. შივები ვართ. ჯიჯი, რა მოხდა? უნდა მოგეცადა, ჯერ სველია, წვიმა იყო. ხო, ვერ ხედავ თუ ასუფთავებთ. მადლობა, მაგრამ დაგაგვიანდათ, უკვე სველი ვარ. მადლობა. კარგი, მზად ვარ, რომ შეკვეთები ავიღო, რა გინდათ? ფრი. ერთი ბურგერი. მარწყვის მოხიტო. და ლიმონადი. კარგი, ახლა ყველაფერს გავაკეთებთ. შოკში ვარ, რატომ ვერ გაწმინდეს ეს კამი? ჯიჯი, არა უშავს, ახლა სიცხეა და მალე გაშრება. ხო, გაშრება. გამარჯობა. დღეს სპორტის დღეა, ამიტომ ახლა ყველა ავდგებით და სპორტს გავაკეთებთ. მოდით. ვაუ, მაგარი ამბავია, მაგრამ გუშინ რატომ არ გითხარით? ახლა კაფეში მოვედით. ლეილა და იანა, გირჩევ ჩვენ კაფესთან ახლოს აღარ მოხვიდეთ. თქვენზე ძალიან გაბრაზებულია. ჩვენც ვართ შენზე გაბრაზებულია ის. კიდევ არ მიჭამია შოკოლადი დღეს, ტკბილი მინდოდა. გამარჯობა ყველას, ვინმეს ბაჭიები ხო არ გინახავთ? ვიცით რომ ჩვენი ყოფილები არიან, მათთან მხოლოდ რაღაცაზე საუბარი გვინდა.
კალათბურთელებო, ფრის უწვავთ. ხო, გვესტუმრეთ. კალათბურთელებო, სკამებზე არ დასხდეთ. სველია და ყველაფერი დამისველდა. ჯიჯი, ყველას ამას რატო ეუბნები? პატრიკ, ეგრეა და კალათბურთელებო, ჩვენ ბარის ჩერლიდერებს არ დავყვებით. გონი საშოპინგო წავდიან. ყურში რაღაც ეგეთი მომისმა. კარგი მადლობა, ვნახავთ. კარგი შეწყვეტეთ საუბარი ადექით. ხო, დღეს 100 ჯერ უნდა ახტეთ ამ თოკზე. ხო, და 3 კილომეტრი უნდა ირბინოთ. ვაუ, ვირთხებო. კი, ახლავე ავტები და ოღონდ ჯერ ბურგერს შევჭამ. ჯიჯი, ძალიან გაუმაძღარი ხარ. აბა გოგოებს პატიჟებთ. გეგმას ხომ მივყვებით? ხო, რა თქმა უნდა, გეგმას მივყვებით. შენ კრობას უნდა დაელაპარაკო. ოღონდ როგორც დასრულმა ეგრე, სერიოზულად, კარგი. Я леди Бани, что ты мне скажешь? На-на-на-на. Но уже поздно, я не твоя. Леди Бани. გოგოებო, ეს შოპინგი შესანიშნავი იყო. ისე მიყვარს სკოლისთვის რაღაცეების ყიდვა. ხო, რამდენი სხვადასხვა ფერის საშლელი ვიყიდე. ნახეთ, ხო, რა ლამაზი ბლოკნოტები ვიყიდე. კი, და მე ის მომწონს წიგნის ქავერები. გოგოებო, ბიჭები მგონი თქვენ ველოდებია. გამარჯობა კალათბურთელებო. კნოპა შეიძლება დაგილაპარაკო. სხვადასხვა დაკავებული ვარ. მხოლოდ რამდენიმე სიტყვა. კარგი გოგოებო, დაგეწევით, მიდით. დიანა, მეც მინდა შენთან ელაპარაკი. სმაილ, მისმინე ნივთები უნდა ამოვალაგო ჯერ. ამიტომ მიდი ტიმურ გისმენ, ოღონდ ჩქარა, იმიტომ რომ ამოსალაგებელი მაქვს ნივთები. მოკლედ, კნოპა, ასეთი რაღაც ხდება. ამ ბოლო დროს ბევრი გოგო მწერს და ყველას ჩემი გაცნობა უნდა. ვაუ, გილოცავ. მოიცადე, მათ გამოსართო და რეჯვიან, ო. ხო იცი, შეყვარებული თუ მეყოლება და მერე დაიწყებ ჩემ გამოტირვის, მე ვერაფერს ვეღარ ვიზამ და ვერ განუგეშებ. და რატომ გონია რომ ვიტირებ? მისმინე ტიმურ, ჩემგან რა გინდა? უბრალოდ მინდა კარგად დაფიქრდე ყველაფერზე და მე დამიბრუნდე, იმიტომ რომ მე და შენ საუკეთესო წყვილი ვართ. ტიმურ, ასე შენ ფიქრობ, რომ იდეალური წყვილი ვართ? მე არ ვფიქრობ ეგრე, ახლა უნდა წავიდე ამოვალაგო. კარგი, მაგრამ იცოდე რომ ძალიან ინარებ, ბევრი ლამაზი გოგო მწერს. გასაგებია? ტიმურ, წარმატებებს გისურვებ, ნახვამდის. ესე იგი ეს გეგმად ჩაიშალა, არადა როგორც დასრული ეგრე ველაპარაკებოდი. ძალიან მაინტერესებს ტიმურმა კნოპას რა უნდა უთხრას. ალბათ სიყვარულს აუხსნის. თქვენ კალათბურთელებს მართლა ძალიან უყვარხართ. მასკოტ, რატომღაც მგონია რომ კი არ ვუყვარვართ, ჩვენთან ყოფნა იმიტომ უნდათ რომ პოპულარულები ვართ. ხო, პოპულარულები ვართ და ჩვენთან უნდათ რომ ვარსკვლავები იყვნენ. ნახეთ როგორი საშლელები ვიყიდე. ძალიან საყვარლებიან. და კალამი 10 ცალი. გოგოებო, იქნება არ უნდა თქვენთან მხოლოდ პოპულარობის გამოყოფნა და ეს თქვენ თვითონ მოიფიქრეთ. მასკოტ, არაფერი გესმის. შენ უბრალოდ ბიჭი ხარ და მაგით უდგახარ გვერდში კალათბურთელებს. ჩვენ უნდა დაგვიჭირო მხარი. გოგოებო, მე თქვენ მხარეს ვარ, უბრალოდ კალათბურთელების მეცოდებიან, ძალიან ბევრს აკეთებენ. ვიღაც მოვიდა. დიანა, შეიძლება შემოვიდე. დიანა, ამას ვერავიტან, აღარ შეუძლია რომ გაჩერდეს? კარგი, სმაილ შემოდი. დიანა, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა. ნასია, ჯობია მე და შენ წავიდეთ. კარგი, სმაილ, უცბად სიყვარულის ახსნების გარეშე. კარგი დიანა, მე შენთან არაფერს აღარ ვაღიარებ. უბრალოდ გეუბნები, რომ დღეს საღამოს პაიმანზე მივდივარ. მაგარია, და? იცოდე რომ თუ ახლავე დამიბრუნდები, პაიმანს გავაუქმებ. ეს პაიმანი აღარ იქნება. სმაილ, ახლა ლუზერივით იქცევი, მესმის რომ ეს ყველაფერი ტყუილია. არ არის ტყუილი, შემიძლია მისი ფოტოს გაჩვენო. მოიცა ტელეფონი დამრჩა. მისმინე სმაილ, მესმის რომ აღარ დადიხარ პაიმნებზე, მაგრამ საკუთარ თავს ყველაფრის უფლება უნდა მისცე. იარე, მით უმეტეს ეს გოგო თუ ასეთი ლამაზია. დიანა, ჩემ გამოსართო და რეჯვიანო. არა. მაშინ ძალიან უგულო ხარ. მისმინე სმაილ, ჩემი აზრით, სულაც შენ იქცევი. მოდიხარ ჩემს ოთახში და მიყვები გოგოზე, რომელიც არ ყავს. თან არასდროს დავუბრუნდები იმ ბიჭს, რომელიც მატყუებს. კარგი დიანა, გასაგებია, მაშინ დაგიმტკიცე თუ არ ვიტყუები. ვეტყვი რომ პირიქით აქ მოვიდეს. კარგი სმაილ, მშვენიერი, დარწმუნებული ვარ, ტიმურმაც იგივე რაღაც უთხრა კნოპას ზუსტად. ნახეთ როგორი გომბეშო დავხატე, ჩემნაირი. ვაუ, და ჩემი ნახატი მოგწონთ? ბლონდი, ნახე, მე და შენ დავხატე. საუკეთესო მეგობრები ვართ. მე და შენ საუკეთესო მეგობრები არ ვართ, ჩვენ უბრალოდ გუნდი ვართ. მათ ჩვენთაბად თქვენი ნახატები დავკიდოთ. ბლონდი, იმედები გამიცრუე, თუ საუკეთესო მეგობრები არ ვართ, არც დავკიდებთ ამას საწოლისებით. ბლონდი, სტელა საწყენინე. ისეთი ლამაზი ნახატი იყო, ჩემთვის მოგეცა. მე არ მომწონს შენი ნახატები. ნახე, ბანი როგორ ხატავს? ბანის ნახატები არ აქვს, ამობეჭდილია. ხო, ბანის ამობეჭდილი აქვს და ჩვენ დახატვა გვიწევს, მაგრამ უფრო მაგრები უნდა ვიყოთ. ჩვენ არტისტები არ ვართ. იცი რა, ბლონდი, საერთოდ გუნდი აღარ გეყოლება და მე ბედნიერი იქნებ. კარგი, მოდით არ ვიჩხუბოთ, უბრალოდ დავხატოთ.
მთელი კედელი უნდა შევავსოთ ბაყაყების ნახატებით. ამიტომ გოგოებო თავიდან დახატეთ. თავიდან, კიდევ თავიდან. ლეილა,იანა, კიდევ რამდენ ხანს? 2. აბა როგორ ჩაიარა? წარმატებები მისულა. დიანამ ჩემი ისტორია არც დაიჯერა. კალათბურთელებო, რატომ არ დარვიხართ? სპორტსმენები არ ხართ? კიდევ ერთი წრე, მიდით, კიდევ ერთი. ჩვენ სპორტსმენები ვართ. ისედაც ყოველდღე ვარჯიშობთ. და ახლა რაღა უნდა ვქნათ? მოკლედ ეს გოგოები მართლა უნდა ვიპოვოთ, რომ დაიჯერო. კალათბურთელებო, რა სტოვებთ? გოგოები არ მოსულან? ხო, მართლა გვინდოდა მათი გაცნობა. ხო, ძალიან სახალისოა. ისინი ხვალ მოდიან და მათი სილამაზის ნახვაზე უნდა ეცემით. დავინახე, რომ ვიღაც იტყუებოდა და არ დარბოდა. კარგი, კიდევ 2 წრე. კალათბურთელებო, კარგით რა, ჩვენ თქვენი სიკეთე გაგვიხარდება. გოგოებო, წავიდეთ, მათთან სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს. ბანი შოპინგიდან უკვე დაბრუნდით? მშვენიერი, დადეთ ჩანთები და შეუერთდით ამათ. Yana, Leila, ალბათ დაგავიწყდეთ, რომ ჩრილდერები ვართ. ხვალ ვარჯიში გვაქვს და დღეს ვისვენებთ. გოგოებო, იმედი მაქვს ხვალ ვარჯიში ნამდვილად იქნება. დავამთავრეთ, თავისუფლები ვართ. ლუზერებო, ალბათ ვერ გაიგებთ. კიდევ 2 წრე. ჰორა! 1, 2, 3, გაიქეცით, მალე. საწყალი ლუზერები. ისე უცნაურია ლუზერები რომ დარბიან და თქვენ ლეილა და იანა აქ გახართ და უბრძანებთ. სიმართლე რომ გითხრათ, ცუდად მხდით. მაგიტომ ვართ ვირთხები, რომ ჩვენ ბრძანებლობთ. ხო, ამ უფროსები ვართ, მასწავლებელი მაიკის ასისტენტები. გაჩერდით, ვეღარ გხედავენ. ხო, და ახლა ვიაროთ. ხო, რატომ უნდა გავიქცეთ, ისედაც ბოლო წრეა. წამო უფრო სწრაფად ვირბინოთ. ხო, ვითომ წრეზე დავდივართ. ნახე, კიდევ ჩვენს მოტყუებას ცდილობენ. ხო, ახლა ვუჩვენებ სირბილს. უნდა გავიქცეთ. გაჩერდით. ლუზერებო, თქვენ აქ ყველაზე ჭკვიანები გგონიათ თავი? გადაწყვიტეთ რომ მოგვატყუოთ? გაქცევა გვინდოდა. უბრალოდ გვეგონა რომ ეს იყო დასასრული. ხო, მეტი სირბილი აღარ გვინდა. წავა მოჰიტო დავლიოთ. მოჰიტო დალიეთ და შემდეგ 5 წრეს გაირბენთ. როგორ მიშლიან ეს ვირთხები ნერვებს? ხო, გეუბნები რომ ნერვების მომშველები არიან. მოდი მოჰიტო დავლიოთ და გავიქცეთ. მოდი, წამო. აი, მოჰიტო გვინდა. კარგი მეგობრებო, ხედავ უკვე 10 კილოგრამი დაიგერით. სირბილი ნამდვილი სპორტია. იქნებ ბურგერი? გოგოებო, ეს ჩემი წარმოსახვა იყო თუ ები აქ არის? არა, არ წარმოგიდგენია. ბანი გამარჯობა, არ გვესტუმრებით? დიმა, არ შემოხვალ? ვა, ტრენერიები დროს არ კარგავს. მე ვიცი რატომაც დადის ამ პაიმნებზე. ხო, ამ სახლში უნდა დაბრუნება. მე გარ მინდა. კარგი მწვრთნელოები, მოვდივართ, ახლა შეყვარებულებს უნდა აბა, წავიდე. კარგი დიმა, კარგად. არა. რა იყო, მშიშარა ხარ? არა, არ ვარ, უბრალოდ არ მინდა შენაერი გავხდე. კარგად. ები, შეგიძლიათ დღეს მომწერო. აბა, კარგად. სასაცილოა, ახლა ერთად ვიცინებთ. ბიჭებო, რას ფიქრობთ, დღეს აკუცებენ თუ არა? ამდენი ხანი რატო არიან წასულები? ზოგ არ ინერვიულო, რომ საკუცონ ერთმანეთს, უბრალოდ ჩემი მეგობარი შემოგვიერთდება. ანები დატოვებს საქაურობას. ბიჭებო, ისე რას ფიქრობთ, რომელი დრო ჯობდა, სანამ ეს თინეიჯერები ჩამოვიდოდნენ ჩვენთან, თუ ახლა? სანამ ჩამოვიდოდნენ, სიწნარე იყო და კარგი იყო, მაგრამ გოგოები არ ყვავდა. ბიჭებო, გამარჯობა. დაინახეთ, ები ვისთან ერთად დადის? ჯერ მასწავლებელი მაიკი იყო, შემდეგ სმაილი, ახლა დიმა, ფეხბურთელი. ხო, ნეტა ვისეძებს. გოგოებო, ჩემ ზურგს უკან ლაპარაკი ნორმალურია, აქ ვარ. გოგოებო, ისევ დაგვიბრუნდით, ხო? და გუშინ რატომ მიგვატოვეთ? გუშინ საღამოს პაემაზე უნდა წავსულიყავით. აბა, ები, როგორ იყო შენი პაემანი ფეხბურთელთან? ები, აკოცე დიმას. ვერ ხედავთ, რა თქმა უნდა არა, დიმას ალბათ მისი ეშინია. ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი ყოფილი დიმა მშიშარა იყო. ჩემზე ნუ ნერვიულობთ, აუცილებლად ვაკოცებ დიმას და ამ სახლიდან წავალ. ზაკად, არ მესმის ცივად, რატომ მეკცევი? და გუშინ სად იყავით? დიანა, პრობლემა გვაქვს. ზიპ, განაწყენებული რატომ ხარ? უბრალოდ წავიყვანეთ კალათბურთელები და ები, მოკო ყველაფერი გითხრა, თავისი თვალებით დაინახა. მეგობრებო, მე აქ ცოტა არაკომფორტულად ვარ და ჯობია წავიდე. აბა, კარგად. გოგოებო, რა კარგი აქ რომ ხართ, ჩემი ბანი, როგორ მომენატრეთ? მწვრთნელოები, რა ლამაზად იტყუებით.
მოდი ფართი გავაკეთოთ, რომ მოხვედით. არა, არ გვინდა ზოურება. ბიჭებო, დაწყნარდით, თქვენთან კარგი შემოთავაზება გვაქვს. იმედი გვაქვს დაგვრთანხმდებით. მოკლედ, გთავაზობთ, რომ ზიპი და ყველა ბიჭი ვინც აქ არის, ჩემს სახლში წავიდეთ. ძალიან დიდი საცურაო აუზი მაქვს. დიანას მშობლები წავიდნენ და შეგვიძლია ფართი მოვაწყოთ. მე მინდა დიმას დავურეკავ. არა, მე დიმას წინააღმდეგი ვარ. ნასია, ჩვენ შეგვიძლია აუზში ვიცურავთ. შეგიძლიათ? უბრალოდ შევალ და ამოვალ. აბა, მივდივართ. მე წამოვალ, ოღონდ ჩუმად ძალიან არ გაიხუცოს, მინდა რომ ის გარეშე წამოვიდე. აბა ბიჭებო, საცურაო კოსტუმები აიღეთ. ხო, აუზთან ვიქნებით. დიანა, შეგიძლია მათხოვო საცურაო კოსტუმი? კნოპა, რა თქმა უნდა. ბავშვებო, თქვენ დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭერეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ და ფართი მოვაწყოთ. კარგად!